საამშვიდობის ბატონებო და ქალბატონებო. დღევანდელი გადაცემა გახსოვს ჩვენი რამდენიმე მაყურებლის სურვილის ასრულებას ემსახურება. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ჩვენ თვალთახედვაში არ შედიოდა ეს გადაცემა, მაგრამ შედარებით უფრო მოგვიანებით გეგმავდით. ასეა. თქვენ ისურვეთ, თქვენი ხმალი და ჩვენი კისერი. მოგწერეთ და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე და YouTube-ზე გადაცემა გახსოვს. სულ ეს არის და ეს თქვენი სურვილი რომ ასრულდეს. ახლა კი სიტყვას ჩემს კოლეგას ქოჩა კაჭარავას გადავწე. გადაცემის ადრესატზე და სტუმარზე ის მოგახსენებთ. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მართლაც ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენზე, კერძოდ ძიუდოში პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ჩოჩიშვილზე და ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი, ნიჭიერი ჟურნალისტი და ძალიან კარგი ადამიანი ვასილ ბალახაძე, რომელსაც კითხველი კარგად იცნობს, წარმოგიდგენთ მის წიგნებს გორის დარბაზებიდან ოლიმპიურ თამაშებზე, ეს არის მისი წიგნი. და შემდეგი ორი წიგნი მან მიუძღვნა ჩვენ ლეგენდარულ მწვრთნელებს, გურამ პაპიტაშვილს, ქართული ძიუდოს პაპა და ასევე ძალიან წარმატებულ მწვრთნელს შეუპოვარი სახელი, ეს ეძღვნება ნუგზარ სხირელს. მე როგორც ვიცი, ბატონო ვასილ, თქვენ ეხლა უკვე სტამბაში ახალი წიგნი გაქვთ, ხო? კი ბატონო, მოგესალმებით, პირველ ყოვლისა მადლობა. აი ამ საზოგადოებაში, ამ გადაცემაში თუ ჩემთვისაც ასე ვთქვათ, გამონახეთ, უბრალოდ მომიწვიეთ და გამოინახა ადგილი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ თან მით უმეტეს თემა, რომელიც ეხლა დღეს არის ხო დაანონსებული, ჩოჩიშვილი, შოთა ჩოჩიშვილი და საერთოდ გორის სპორტი ჩემთვის ძალიან ახლობელია. მე გახლავართ სწორედ იქედან, კონკრეტულად რომ გითხრათ, ურბნისი ისტორიული სოფელია, აი იქედან ვარ და გორის სპორტს ვემსახურებ ძალიან დიდი ხანია უკვე 1998 წლიდან. რაც შეეხება წიგნს, რომელიც ახლა სტამბაშია, ეს არის გორის სპორტის ისტორია მე-20 საუკუნე, სათაურად ქვია ამბები სპორტული ქალაქიდან. გორის სპორტის ისტორია მე-20 საუკუნე. სპორტულ ჟურნალისტთა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით მოხერხდა ამ წიგნის დაბეჭდას, თითქმის ფინიშამდეა მისული, სულ რამდენიმე დღეში უკვე მექნება ეს წიგნი. ძალიან ბედნიერია, ძალიან კარგია, არ ვიცი, მოკლედ ისეთი ნაშრომი გამოვიდა და ისეთი ნამუშევარი. ენციკლოპედიური შეიძლება ითქვას, არა? რა თქმა უნდა, ბოლომდე არ უნდა იყო ადამიანი კმაყოფილი, მე კიდევ ბევრი მაქვს სასწავლიც და გასაგებიც იმ გორის სპორტის ისტორიაში, მაგრამ გარკვეულწილად მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ეს წიგნი გამოვიდა. ბატონო ვასილ, ხა სტალინის აკვანი რო გორში დაირწა, ეს ამ ქვეყნად ყველა ვიცის. კი ბატონო. მაგრამ დღეს გორი სახელოვანი ფალავნებით არანაკლებ არის ცნობილი, ვიდრე გენერალ სიმუსით. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცა გორი ძიუდოს ერთ-ერთ მთავარ ცენტრად საქართველოსთვის და როგორ ახერხებს ეს პატარა ქალაქი სტაბილურად მაღალი დონის მოჭიდავეების გამოყვანას? ძიუდოს ასეთ ცენტრად გორმა შეძლო გამხდარიყო, აი პირველ ყოვლისა ქართული ჭიდაობის ძალიან დიდი სიყვარულიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ქართლსა და კახეთში ქართული ჭიდაობა ოდითგანვე იყო ძალიან პოპულარული, ხშირად ტარდებოდა შეჯიბრებები, როგორც მას შემდეგ რაც შეჯიბრების სახე მიიღო, ისევე იქამდე, ვიდრე აგრეთ წოდებული შეჯიბრებები, მაგალითად ემთხოვდა ხოლმე ამა თუ იმ სოფლის დღეობას, რაღაცა თავშეყრას, რაღაცა დღესასწაულს და იმასთან დაკავშირებული იყო ხოლმე და აი ამ სიყვარულმა, ამ ქართული ჭიდაობისადმი დიდმა სიყვარულმა შეაყვარა ხალხს ეს სახეობა, შემდეგ აქედან, რადგან ახლოს იყო ის ძალიან სტილით ძიუდოსთან, ძალიან ადვილად მოხდა ძიუდოს შემოსვლა გორში კონკრეტულად ამ შემთხვევაში. ძალიან ახლოს იყო იქიდან გამომდინარე, რომ ფანდები ბევრი ემთხვეოდა კიდეც ძიუდოს ფანდებს
და ბატონ გურამს, აი გურამ პაპიტაშვილს ხშირად უთქვამს ხოლმე კიდეც, რომ მე გამიადვილა პირველ ყოვლისა ძიუდოს მწვრთნელობაც და ჩემი მოსწავლეების, ჩემი შეგირდების ასე ვთქვათ, დარიგებებიც და მათი ხელმძღვანელობაც პირველ ყოვლისა იქიდან გამომდინარე, რომ მეც უზომოდ ვიყავი ქართული ჭიდაობაში შეყვარებული. ჩვენს დედა ჭიდაობას ასე ეძახდა ხოლმე ბატონი გურამი და მან ჯერ სხვათა შორის სანამ ძიუდო შემოვიდოდა 1962 წელს საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც მანამდე სამბოც ასევე ახლოს იყო ქართულ ჭიდაობასთან სტილით, მოგეხსენებათ სამბოში საერთოდაც სამბო შეკრებილი იყო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნების, მაშინდელი რესპუბლიკების ეროვნული სახეობებიდან და მათ შორის ქართული ჭიდაობიდან. მე მგონი ყველაზე მეტი ელემენტი ქართული ჭიდაობიდან არის აღებული. რა თქმა უნდა, იყო ხოლმე ყოველ შემთხვევაში მე მგონი ყველაზე დიდხანს აქ იყო გაჩერებული საქართველოში გაჩერდაო ეს ხარლამპიევი. კი, ხარლამპიევი გორშიც რამდენჯერმე იყო სხვათა შორის, აი ბატონ გურამთან. ხო და იმის თქმა მინდოდა რომ სამბოსაც ადვილად მოერგნენ ჩვენი მოჭიდავეები და შემდეგ უკვე ძიუდოზე შემოვიდა ეს სამბისტები, ქართული მოჭიდავეები და სამბისტები, აი ადვილად პირდაპირ ფაქტობრივად პირველ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პირველი შეჯიბრება იყო საქართველოს და ყოფილ საბჭოთა კავშირში ძიუდოში, სამბისტები წავიდნენ. უბრალოდ კიმანოები ეცვათ და ასწავლეს ქვეჭით შეჭიდაობა. იცით, ასწავლეს უფრო წესები, მთლიანად შეგვიძლია ვთქვათ, არა მარტო ქვეჭით. 60 შეიძლება მაშინ შემოსვლაზეც ხო არ დავიწყო მაშინ ძიუდოს შემოსვლაზე. 1961 წლის დეკემბერი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირში შეკრიბეს რამდენიმე მწვრთნელი, ისეთი მწვრთნელები, რომლებიც სამბოს მიმართულებით მუშაობდნენ ძირითადად და ძიუდოს შემოსვლასთან დაკავშირებით, აი ჩაიყვანეს და იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ძიუდოს შესახებ ესაუბრნენ. ეს ალბათ იმიტომ უკაცრავად შეგეძლო, რომ 64 წელს იყო შეტანილი ოლიმპიადის ეს იყო მიზეზი. რახან ტოკიოში ტარდებოდა მასპინძელს აქ ერთი სახეობის არჩევის უფლება და აი რახან იაპონელებმა აირჩიეს ძიუდო, უკვე საბჭოთა კავშირშიც დაინერგა მაგითო. კი ბატონო, თანაც მოგეხსენებათ ახლა ამ მიმართულებით, ყველაფერს უთვლიდნენ ხოლმე, ხო, მაშინ ახლა საბჭოთა კავშირი მაგალითად ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ისევე როგორც თუმცა ყველა ქვეყანა ოლიმპიადაზე რაც შეიძლება მეტი მედალი აეღო და ჩათვალეს, რომ ძიუდო იყო ის ფლანგი, საიდანაც შეიძლება მედლები მოსულიყო დამატებით და საერთო ჩათვლაში მეტი მედალი ქონოდათ და ძიუდოს შემოსვლაც აქედან დაიწყო. ეს იყო 61 წლის დეკემბერი. თვითონ ბატონი გურამიც საუბრობდა ხოლმე ამაზე, უშუალოდ ჩემთანაც და საერთოდაც. და 62 წლის მაისი იყო, როცა პირველი ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და შესაბამისად პირველი ოფიციალური შეჯიბრება, როგორც ქართველი, ისე საბჭოთა ძიუდოისტებისთვის. ეს იყო პირველი ოფიციალური შეჯიბრება. თუმცა მანამდე იყო რაღაცა, როგორ გითხრათ, უფრო გუნდური შეჯიბრება, რამდენიმე შეხვედრა, ფრანგები ჩამოვიდნენ თავისი გუნდით და იყო შეხვედრა მოსკოვში, კიევში, თბილისში და როდესაც 1962 წლის მაისში, კერძოდ 11-13 მაისი იყო პირველი ევროპის ჩემპიონატის დღე, ესენში ჩატარდა ეს ევროპის ჩემპიონატი. გერმანიის ფედერაციის კი, გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკაში ესენში ჩატარდა. იქ ფაქტობრივად პირველი ევროპის ჩემპიონი საქართველოსთან და ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გახდა ანზორ ქიბროწაშვილი, გორელი სპორტსმენი, ახმეტაში დაბადებული გაზრდილი, თუმცა გურამის შეგირდი, ბატონი გურამის და ეს იყო ფაქტობრივად პირველი მედალი ქართული ძიუდოს ისტორიაში. არა მხოლოდ პირველი ოქროს მედალი, არა მხოლოდ პირველი ევროპის ჩემპიონი, საერთოდ პირველი მედალი იყო, პირველი შეჯიბრება იყო. ბოდიში, ქართული საბჭოთა ისტორიაში ხო არ იყო? ასევე ქართული ძიუდოს ისტორიაში და საბჭოთა ძიუდოს ისტორიაში ორივესთვის. და სულ რამდენიმე წუთის შემდეგ გახდა ევროპის ჩემპიონი ანზორ კიკნაძე. და უბრალოდ პირველია მოგეხსენებათ, ანზორ ქიბროწაშვილი უფრო ადრე გახდა და ის დარჩა ისტორიაში როგორც პირველი ევროპის ჩემპიონი და პირველი მედლის მფლობელი. ანზორ კიკნაძეც არ იყო შორს გორიდან. ერთი პერიოდი გორშიც ცხოვრობდა, როგორც გაგვიგია. და განსაკუთრებით აი ბატონ გურამთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ბატონ თემურ. ის საზოგადოება, რომელიც ძიუდოში ტრიალებდა, გურამთან სიახლოვე იყო, გურამ პაპიტაშვილი და ბიძინა მაზიაშვილი ფაქტობრივად ყველაფერი იყვნენ ქართული ძიუდოსთვის და იქ ახლა შეკრებებიც ტარდებოდა, იქ ჩამოდიოდნენ მომდევნო თაობაშიც. 70-იან წლების, 80-იან წლების თაობაში ისეთი სპორტსმენები, რომლებიც არ იყვნენ გორელები, ძალიან ხშირად, აი გორში ცხოვრობდნენ და ძალიან ხშირად და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ გორთან. და ოლიმპიური მედლებიც უკვე 64-შიც ჰქონდა ქართველებს.
კი ბატონო, ფარნაოზ ჩიკვილაძე და ანზორ კიკლაძე ბრინჯაო აირეს. დიახ. ერთ ზონაში იყვნენ, ხო? კი ბატონო. ერთ ზონაში იყვნენ. და ის მინდა გითხრათ სხვათა შორის აი მაგ ოლიმპიადაზე ანზორ კიბროწაშვილი რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა, შემდეგ იხსენებდა ხოლმე და ანზორს ბატონ ანზორს პირადადაც უთქვამს ესეთი ისტორია და ბატონი გურამისგანაც მომისმენია 64 წლის ოლიმპიადაზე მასაც ჰქონდა სურვილი რა თქმა უნდა ეხლა ყველას ქნებოდა სურვილი ნებისმიერ ასეთ სპორტსმენს რომ წასულიყო ოლიმპიადაზე თუმცა ვერ მოხდა და ამ ვითარებაში ის უფრო აი ვლადლენ ანდრეევის ბრალს ხედავდა და 65 წელს როდესაც ის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცე ჩემპიონი გახდა მან ასე გაიხსენა მაშინდელებავი რომ 65 წელს იმ ფინალის შემდეგ როდესაც სოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა ანდრეევი შემოვიდა გასახდელში შეხვედრის და შეჯიბრების შემდეგ ძალიან მაგრად ვიჭიდავეო რა უბრალოდ და მითხრაო რომ მე მინდა შარშანდელისთვის ბოდიში მოგიხადო იმიტომ რომ შენ მართლა იყავი ღირსი იმისა რომ 64 წელს ანუ შარშანდელ ოლიმპიადაზე ტოკიოს ოლიმპიადაზე წამეყვანეო მაგრამ იქ იყო რაღაცა პირდაპირ ასახელებდა კიდეც პრინციპში ის რა ქვია მიზეს ანზორ კიბროწაშვილი ამბობდა რომ მოგეხსენებათ ეს მწვრთნელის ამის თუ იმის დაწერა და ამბობდა რომ მე გურამ პაპიტაშვილი მეწერა უბრალოდ ანდრეევი ცდილობდა რომ მე ის ყოფილიყო ჩემი პირადი და მაშინ როცა დავწერე და ეს რაც ივსება ხომ მე არ ვიცი ეს ფურცელი რაღაც მოკლედ აი ისე გაწია გვერდზეო რომ შენ დაემშვიდობებიო და ნუ გასაგები იყო და აი თვითონ ვიხსენებდა ასე 65 წელს სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შემოვიდა და მითხრა ანზორ ბოდიში გიხდი იმის გამო რაც შარშან რომ შენ ვერ წაგიყვანე ოლიმპიურ თამაშებში აი სამწუხარო არის ერთი ამბავი რომ 64 წელში 64 წელს ოლიმპიადაზე პირველად მოხდა ჯიუდოს შეყვანა და აი 68 წელს მეხიკოში ჯიუდო არ იყო. ამან რაღაც ნაწილობრივ ცოტა უკან დაგხვია ჩვენ აი ამაში რომ აი 68 წლისთვის ის პოპულარობა დაკარგა ჯიუდომ რაც მანამდე მქონდა და 72-ის ამბავი უკვე ძალიან კარგი. ეგ განაპირობა ფაქტობრივად იმან რომ ეს 64 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრა ჯიუდოსი იყო იქიდან გამომდინარე რომ მასპინძელ ქვეყანას შეეძლო ერთში ეს სახეობა და მე უკვე როცა ოფიციალურად გახდა როგორც ოლიმპიური სახეობა უკვე 72-დან მიუნხენიდან ჩაერთო ეს სახეობა ოლიმპიადაზე. ახლა ჩვენ დაუბრუნდეთ შოთა ჩოჩიშვილს და გურამ პაპიტაშვილს. რა როლი ითამაშა გურამ პაპიტაშვილმა შოთა ჩოჩიშვილის ჯიუდოისტად ჩამოყალიბების საქმე, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ცოტა გვიან დაიწყო. უფრო ქართულს ჭიდაობდა და ჯიუდოში 19 წლის იყო თუ არ მეშლება როცა დაიწყო ჯიუდოში ვარჯიში. დღევანდელი ნუ 19 ცოტა ადრე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვიან ითვლება ფაქტობრივად. გვიან დაიწყო. შოთა მანამდე ნუ გორში თავიდან არ ქონია შეხება, შოთა გახლავთ ქარელის რაიონის სოფელი ხულევიდან ეს ხულევის ხოთა შორის აი პირდაპირ ჩემი ურბნისის მტკვრის ერთ მხარეს მტკვრის მარჯვენა მხარეს არის ხულევი, მარცხენა მხარეს ურბნის აი ერთმანეთს უყურებს ჩვენი სოფლები შოთა ჩოჩიშვილის და ესეც მინდა აღნიშნო ჩემი მასწავლებელი გახლდათ ურბნისში არის გათხოვილი ეს ადამიანი ქალბატონი გულნაზი მოვიკითხავ აქედანაც მოკლედ ჩვენთვისაც იცით როგორ იყო აი ჩემი სოფელი პირდაპირ უყურებდა იმ ღლევს და ვიცოდით რომ მე პატარა ბავშვობიდან ვიცოდი რომ იქ იზრდებოდა კი უბრალოდ იქ ცხოვრობდა აი ლეგენდარული ადამიანი რომელიც ასე რაღაცა განსაკუთრებული შედეგები და მე უკვე რომ მივხვდი ვინ იყო და მე უკვე რომ ჩამოვყალიბდი და მე უკვე გავხდი მართლა სპორტის გულშემატკივარი მოგვიანებით მე უკვე ჟურნალისტი რა თქმა უნდა დაწვრილებით გავიგე ვინ და როგორ ახლა რო უყურებდით ხოლმე მართლა რაღაცა ისეთ შევცქეროდით ამ ადამიანს თანაც მოგეხსენება ძალიან აღნაგობით დიდებული ტანის იყო რაღაცა კი მაქსოსთვის მოკლედ შოთა დიდი ადამიანი იყო შოთამ ღლევში ქართული ჭიდაობით დაიწყო ისევე როგორც ყველა მიქ იმ სივრცეში იმ ქარელის რაიონში იმ გორის რაიონში შემდეგ მოეწონათ აი ამ მწვრთნელებს სწორედ გურამ პაპიტაშვილს და გივი ზაუტაშვილიც მათ შორის მის გვერდით იყო გივი ზაუტაშვილი დღესაც ცოცხალია ეს ადამიანი და აი 98 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ გადაიხადა და ამ ადამიანებმა წამოიყვანეს შემდეგ უკვე ის გორის დარბაზში გორის დარბაზში წამოყვანა უკვე ნიშნავდა იმას რომ იქ იმ ფერხულში უნდა ჩართულიყო სადაც ძალიან მაღალი კლასის სპორტსმენები ვარჯიშობდნენ და შოთაზე ამან რა თქმა უნდა დადებითად იმოქმედა, კარგად იმოქმედა, მაგრამ ის რომ თავიდანვე პოტენციალს ხედავდნენ ამ ადამიანში,
თუნდაც იქიდან ჩანს რა ასაკისა მოხდა ის საბჭოთა კავშირის ნაკრებში და შემდეგ საერთოდაც იმავე ვლადლენ ანდრეევმა, რომელზეც წელს ვსაუბრობდი, როგორ დააყენა იგი შემდეგ ოლიმპიადაზე. დარბაზი, სადაც ვარჯიშობდნენ ხოლმე, მე მინდა უბრალოდ ეს დეტალებიც ვახსენო, გორის უნივერსიტეტში იყო ეს კერა ფაქტობრივად, სადაც გურამ პაპიტაშვილი. მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტი იყო. კი, მაშინ იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, კი ბატონო. გურამ პაპიტაშვილი, გიორგი ხარაული იყო რექტორი, გიორგი ხარაულის დიდი ხელშეწყობით, აი იქ გააკეთა ფაქტობრივად კერა. მის რა ქვია, ფალავანთა თავშეყრის, საიდანაც აი რატო გეუბნებით, რომ ქარელიდან გორიდან კი არა, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან კერძოდ აი ახმეტიდანაც თუნდაც იმავე ანზორ ქიბროწაშვილის ჩამოყვანა რა დღის. ხარაული იყო ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა სპორტი და ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეწყო იქ სპორტსმენებისთვის, რომ ისინი სწავლაში ჩართული ყოფილიყვნენ და გუნდიც ყოფილიყო. საინტერესო ისტორია აქვს, სხვათა შორის მე არ დავკარგავ თემას, მაგრამ უბრალოდ გეტყვით. საინტერესო ისტორია აქვს, აი გურამ პაპიტაშვილის ამ წიგნშიც მაქვს ეს ისტორია მოყოლილი, როგორ შექმნეს ეს კერა ხარაულმა და პაპიტაშვილმა, სადაც მე თუნდაც შოთა და ანზორი და ყველანი წამოვიდნენ. პაპიტაშვილმა გაიმარჯვა ქალაქის პირველობაზე თავისი გუნდით, ის სწავლობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ მუშაობდა ბამბეულის კომბინატში. და იქ კომბინატის გუნდის ქალაქის პირველობები ტარდებოდა ხოლმე და იმისი მწვრთნელი იყო. პედაგოგიურ ინსტიტუტში სულ გამარჯვებული ხდებოდა. თასი ჰქონდათ, გარდამავალი თასი ხარაულის კაბინეტში იდო. ესე გარდამავალი არ იყო რა. გარდამავალი ფაქტობრივად არ იყო და ბოლოს შეჯიბრებაც აი როცა რაზეც ყვებოდა გურამი, ბატონი გურამი, რო ჩატარდა და გურამის შეგირდებმა გაიმარჯვეს, თვითონ ჯერ კიდევ სტუდენტია იმ ინსტიტუტის და მოკლედ თასი არც იყო იქ. და შემდეგ როცა წავიდნენ შეჯიბრების ორგანიზატორები და უთხრეს, შევიდნენ ბატონ გიორგი ხარაულთან და უთხრეს, რომ ეს თასიო ბატონო გიორგი უნდა წავიღოთო, იმიტომ რომ ჩვენი აღარ არის მოიგესო რა და. კი, მაგრამ ვინ მოიგო და რომელმა გუნდმა? ჩვენ ხო სულ ვიგებთო და. ასე და ასე ეს გუნდმა მოიგო. ვინ არისო ამ გუნდში და ვინ არის მაგათი მწვრთნელიო? ეს იკითხა პირველ რიგში. და უთხრეს, რომ ჩვენი სტუდენტიო. თქვენ გაიღალხოთ თუ ჩვენი სტუდენტია, გამაცანეთ ეს ადამიანიო და მოკლედ ეხლა როგორც შეხვდა და გააცნეს, ხარაულმა უთხრა პაპიტაშვილს, რომ მე მინდა აქ შევქმნა ისეთი კერა გურამ და ეუბნება გურამ შენ იცი ზარი რა არისო და გურამი ნუ მანამდე მესაუბრაო რაღაცები და მოეწონაო რა კარგად ხედავ აი ამ თემას რა კარგად და მოკლედ მაყოფილი იყო და ასე მითხრა გურამ შენ ზარი იცი რა არისო და კი მოუთხარა ლექცია რომ დაიწყო და დამთავრდება ზარს რო არა გურამ მე მინდა აქ ისეთი კერა გავაკეთო შენი დახმარებით რომ ჩვენ ისე შემოვკარათ ზარი ჩვენი წარმატებებით რომ მარტო საქართველოში კი არა საბჭოთა კავშირისთვის მოდესო ჩვენი ხმაო და ისეთი კერა გააკეთეს საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირში სოფლიოში და ოლიმპიადებში და აი აქ მე უკვე შეუწყო ხელი რომ იქვე გახსნილი იყო დარბაზი სხვათა შორის პირველ სართულზე აი ეხლაც არის იმ პირველ სართულზე ეხლა დარჩენილი არა დარბაზი რა თქმა უნდა მაგრამ იქ პატარა სტენდია დარბაზი გაუკეთა ამ სპორტსმენებს და ხუმრობდა ხოლმე ბატონი გურამი რომ იქ რო ვარჯიშობდით თუ წარმოდიდგენთ გვერდზე ლექციებიც ტარდებოდა და ესენი რო ვარჯიშობდნენ ხა ხმაურით ძალიან ვაწუხებდითო მაგრამ სულ ცდილობდაო რომ ჩვენთვის ხელი შეეწყო იქ მივიდა შოთაც იქ იყვნენ ანზორი ქიბროწაშვილიც და სხვაები დურმიშხან ბერუაშვილი საკმაოდ მაგარი სპორტსმენი ასევე კარგი მოჭიდავე ქართული მალხაზ ბერუაშვილის ხო ბიძა იყო მალხაზ ბერუაშვილის მალხაზი და გელა ძმები არიან დურმიშხანი იყო მათი ბიძა კი ბატონო და მივიდა ასე შოთა ინსტიტუტში სადაც გურამის ხელმძღვანელობით ესე დაიწყო ვარჯიში და 72 წელს ოლიმპიურ თამაშებზე მოგეხსენებათ როგორც მოხდა იქ ფაქტობრივად მოხვედრა ცოტა შემთხვევითობასაც შეიძლება დაბრუნდეს იქ თუ ქიბროწაშვილი არ წაიყვანა აქ უკვე ანდრეევის სულ აღნიშნავდა ხოლმე შოთა მაგას რომ ანდრეევს ძალიან დიდი რამდენად მართალ ეს თქვენ გეცოდინებათ ეუნებოდა შოთას რომ შენ ოლიმპიური ჩემპიონი გახდები და ბიძინე მაზიაშვილს უთქვამს რომ ესო არა პედაგოგი არ ნუ ათამამეფო რა ესე ნუ ეუნებია რა ეს ისტორია არის ეგეთი ისე კი ეგეთი ისე მე მინდა გკითხოთ 72 წლის ოლიმპიადის მიუნხენში რომ გამარჯვდა პერიპეტიები როგორი იყო მე როგორც ვიცი აბსოლუტურად ყველა შეხვედრა არ მოუგია რეპეშიდან ავიდა შემდეგ ის ფინალში და აი როგორი იყო რეპეშაჟი არის უბრალოდ რახან სტარბრუკი გავიდა ფინალში ესეც პირველი შეხვედრა ქონდა პირველ შეხვედრაზე კორეელი არა კორეელი არა ნუ კორეელი მეგონი არ გამოცხადდა ხო ეხლა კორეელი არ გამოცხადდა მეორე იყო სტარბრუკი დავით სტარბრუკი ბრიტანელი რომელმაც ჰანტეით მოუგო
პრინციპში ფინალიც ჰანტეით მოიგო შოთამ, მაგრამ ჰანტეით მოუგო შოთას და მე მაშინდელი ლელოში მახსოვს, აი ნოდარ გუგუშვილი წერს რამდენიმე ძალიან არაერთი ძალიან კარგი სტატია უნდა სხვათა შორის ნოდარ გუგუშვილის დიდებული ჟურნალისტი გახდათ მოიხსენებათ და აი რომელიც ეხება შოთას და გორის სპორტზეც და იმ წიგნშიც მაქვს რაღაცა მოყვა და სადაც აი ნოდარ გუგუშვილი ასე წერს კაცმა არ იცის რატო გამოვიდა სტარბურგი იმ შეხვედრაში საჭიდაოდ ადამიანი რომელიც არ ჭიდაობდა გაურბოდა ჭიდაობას როცა შოთა ჩაავლებდა ვარდებოდა ეხლა ამ ჩავარდნაზე არავინ გაპატიებს რა თქმა უნდა წრიდან გასვლა იმ ტატამიდან გასვლა კიდე ეხლა მაშინ ამასაც ცოტა უფრო ლოიალურად უყურებდნენ ხოლმე და საბოლოო ჯამში ამ კაცმა ილეთი ვერ გააკეთა ნორმალურად ვერც ანუ შოთამ და ნუ იმისი აქტიურობა დაფიქსირდა და ჰანტეითი მოიგო. საბედნიეროდ მაშინ იყო ასეთი წესი რომ თუ გააგრძელებდა და გააგრძელა რა თქმა უნდა ნახევარფინალში უნდა გასულიყო არა? კი ბატონო და გაიყოლა ასე ვთქვათ შოთაც. ანუ ვადასტურებთ ხო იმას რომ ყველა შეხვედრა არ მოუგო. კი წააგო ის პირველი შეხვედრა იმას თუ არ ჩავთვლით რომელიც რო არ გამოუცხა და პირველი შეხვედრა შოთამ წააგო. შემდეგ რამდენიმე შეხვედრა მოიგო, ცოტა შორი გზიდან მოუწია, რა თქმა უნდა, ფინალამდე მისვლა და ფინალში ისევ სტარბურგი იყო მისი მეტოქე და თუმცა სტარბურგამდე აუცილებლად აღსანიშნავია სასახარასთან შეხვედრა. სასახარა იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ანუ სასახარა იყო საერთოდაც ძალიან გამორჩეული სპორტსმენი. ეხლა ბუნებრივია იაპონელები მიუნხენში ისე არც ერთ შემთხვევაში არც ერთი ქვეყანა არ უნდა მიდოდეს რა თქმა უნდა ოლიმპიადაზე სუსტი სპორტსმენებით, მაგრამ განსაკუთრებით მათ ძვირფას და საყვარელ სახეობაში განსაკუთრებული სპორტსმენები ჩადიოდნენ. მაშინ ესეთი წესი ჰქონდათ, რომ ერთხელ თუ დამარცხდებოდა, იმას მე საერთაშორისო ასპარეზზე უკვე აღარ მიყავდა და ეს დაუმარცხებელი იყო სასახარა. კი, რაც შეეხება სასახარასთან შეხვედრას, რომელიც საკვანძო აღმოჩნდა ფაქტობრივად, მე ვიტყოდი როგორც ფსიქოლოგიურად შოთას აი საბრძოლო ჟინის შემართებისთვის ამ ოლიმპიადაზე ისე იმ თვალსაზრისით კიდევ რომ როგორი კონკურენტი ჩამოიშორა გზიდან, ამ ჩამოიშორა სასახარა და თან მასთან მოგებამ ერთიურად გააძლიერა. ამაზე ცნობილი ამბავია, მოგეხსენებათ ცნობილი ისტორია, როცა გურამი ყვებოდა პაპიტაშვილი, როცა მან დაუძახა შოთას რომ კისრული და ხმამაღლა დავიყურე კისრული კი და რამ მოგცათ საბუძველი რატო იფიქრეთ მეთქი მეც მაქვს ეს ნაკითხი და მე მგონია არ ვიცი ახლა დაინტერესებოდნენ ადამიანები რატო კისრული რატო არ უთხრა მაგალითად ბრუნი და ან მოგვერდი და რა და ბატონი გურამი ასე ხსნიდა ხოლმე ამას სასახარა მოძრაობდა აი დახტოდა ფაქტურად აი ისეთი საოცრად ოღონდ ელეგანტურად მოძრაობდა ტატამზე ორ ძალიან ლამაზი იყო მაგრამ აქ დასანახავი იყო ის ხარვეზი რომ ტატამს კარგავდაო ის საყრდენი ეცლებოდა ამ მოძრაობაში და აი საყრდენი რო ეცლებოდა იმაზე მინდოდა რომ აეყოლიებინა შოთას და შოთა კისრული დაუძახეო და შოთამ გაუკეთა კისრული და სასახარა გაიშალა ტატამზე ნუ აი მაყურებელი თავიდან ამას რო დაინახავს ხო თითქოს უცებ მოულოდნელი ერთ წამიერი მოულოდნელობა და უცებ ტაში მოწყდაო დარბაზს და რა თქმა უნდა ბედნიერები იყვნენ ხო ეს კაცი წეგანაც აღნიშნე ფაქტობრივად პირველი კონკურენტი, უმთავრესი კონკურენტი ჩამოიშორა გზიდან და თანაც მასთან გამარჯვებამ კიდევ უფრო იმედი ჩაუსახა და საბოლოოდ მივიდა იქამდე რომ სტარბურგსაც ფინალში მოულოდნელი იყო სტარბურგის ფინალში გასვლა. კი, შეიძლება იყოს ესეთი დონის დიახ, არც იმის შემდეგ ვანუგუჩა, არც იმის შემდეგ ახლა რო ვთქვა რომ სტარბურგს რაღაცა განსაკუთრებული შედეგები ჰქონდა, არ ჰქონდა, მაგრამ აი იქ და თუმცა ახლა რო შევხედავთ თუნდაც იგივე შოთასთან როგორც აღნიშნეთ ახლა ჰანტეით მოგებული შეხვედრა იყო ეს ჰანტეი კიდე ძალიან არა როგორ გითხრათ აი სუბიექტურია არ არის ბოლომდე ობიექტი ხა არ ობიექტურს ვერ დაუძახებ მაგრამ საჯებია ხა ვიღაცა მხოლოდ გადაწყვეტოს კი ბატონო სხვათა შორის მონრეალშიც ჰანტეით წააგო მონრეალში უკვე აბსოლუტურად თუ აქ 93-ში გამოდიოდა აბსოლუტურში გამოდიოდა უემურასთან უემურასთან წააგო იაპონეთთან. ფინალში მოუგო ძალიან ძლიერ ფრანგს. რუჟეს ხო, რუჟე იყო, კი. ჟან-ლუკ რუჟე. იქიდან რო ჩამოვიდა მონრეალიდან რო ჩამოვიდა მესამე ადგილს ანუ ბრინჯაოს ფინალში ვთქვა. ბრინჯაოს ფინალში. იქიდან რო ჩამოვიდა ძალიან უკმაყოფილოები შეხვდნენ აღნიშნავდა ხოლმე კიდეც ბატონი შოთა რომ უკმაყოფილოები შეხვდნენ მოკლედ რატო ბრინჯაო და ამას სხვათა შორის აი სხვა შეჯიბრებებზეც როგორ გითხრათ ამანაც იმოქმედა ერთგვარად უარყოფითი როლი ითამაშა ამანაც რომ
აუცილებლად ელოდებოდნენ მისგან ოქროს და ეს ადამიანი აი ამ რაღაცა ზედმეტი როგორ შემორგენელი წნეხის ქვეშ იყო. ზედმეტი ნუ ეხა ბუნებრივია ნებისმიერი მოწინააღმდეგე როცა ოლიმპიური ჩემპიონია იმას სხვანაირად ეჭიდავება რაც უნდა სუსტი იყოს ის ეხლა ეს ჩვეულებრივი ამბავია მაგრამ აი ამ შებორკამაც რაღაცა იგივე თუნდაც ევროპის სოფლიო ჩემპიონატებზე ფინალები ზედიზეც 3 ევროპის ფინალები აგებდა თანაც აი ფინალამდე ხო ვერ გავა ადამიანი ფინალამდე ხო ვერ გავა ეხლა ფინალში აგებდა რა ეს ძალიან ცუდი იყო და უბრალოდ ასილ ბატონო მოგეხსენებათ ეხა დიდი სპორტსმენი რო გახდეთ და დიდი მიღწევები რო გქონდეს სხვადასხვა ამისთვის სხვადასხვა თვისებებიც და ფაქტორებიც აუცილებელი. აი თქვენი აზრით რა თვისებები გამოარჩევდა ჩოჩიშვილს როგორც სპორტსმენს? რა იყო ეს ტექნიკა, ხასიათი, დისციპლინა, თუ რითი იყო გამორჩეული? შოთა გამორჩეული იყო თავისი საჭიდაო სტილით პირველ ყოვლისა. შოთა ჭიდაობდა ლამაზ ჭიდაობას. მე ძალიან მწირია სამწუხაროდ მოგეხსენებათ ახლა ვიდეო მასალა რაც შეიძლება თვალი რო ადევნო ადამიანმა და მე უფრო მონაყოლზე ვეყრდნობი, თუნდაც იგივე საგაზეთო სტატიებს ვეყრდნობი და ვეყრდნობი სულ რამდენიმე ვიდეოს რაც გვაქვს ჩვენ. ნანახი შოთა ჭიდაობისა ის იყო ლამაზი სტილის ასე ვთქვათ ტექნიკური სტილის მიმდევარი ლამაზი არა უფრო ტექნიკური სტილის მიმდევარი იყო შრომის მოყვარე ადამიანი მონდომებული ადამიანი და ის შემართება რაც მას ჰქონდა კარგად გადაქონდა საჭიდაო არენაზე რა თქმა უნდა აქ შეიძლება ასევე აღინიშნოს დადებითი წვლილი მისი მწვრთნელების ეხლა ვიღაცა თუ არ გასწავლის სათანადოდ შესაძლებელია ძლიერი როგორ ვთქვა პოტენციალიც ჰქონდეს მაგრამ მისი რეალიზება ისე ვერ მოხერხდეს როგორც შეიძლებოდა რომ მოხერხებულიყო ხო შოთა შემთხვევაში ეს კარგად განხორციელდა მისი პოტენციალის რეალიზება კარგად მოხერხდა გურამ პაპიტაშვილის, იქ ვლადლენ ანდრეევის და სხვა მწვრთნელების დახმარებით შოთა თანაც ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო მე ისევ კიდევ ერთხელ ვახსენებ სხვათა შორის აი ამ როცა შემტევ და ტექნიკურ სტილზე ვამბობ კიდევ ერთ წერილს სტატიას ნონდარ გუგუშვილისა სადაც ის ამბობს რომ თბილისის ტურნირზე ერთ-ერთ ტურნირის ფინალში მან წააგო ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელთან არც თუ ისე არც თუ ისე ძალიან მაღალი რის იყო კი მაღალი ამას მე ვესწრებოდი მაგრამ აუ რა აი რა საინტერესო მომენტია თქვენ ესწრებოდით და მე უბრალოდ იქიდან წაკითხულიდან ვიცი და იქ რასაც წერს შოთა იგებდა ორი სხვადასხვა ილეთის მაყურებელმა მოთხოვა რომ სუფთა მინდა თუ არაო და ეხა იპონი ნაკლებად იცოდნენ მაშინ რომ სუფთა მინდაო და აი მაგით ამ სუფთამ შოთა მოაყოლა სუფთაზე კიდე უტევდა ისე მაინც ეს ჩვენ და მე და თემურს გვახსოვს ეგ აუ ეს რა კარგია და ჩვენ და საბედნიეროდ გვახსოვს იმიტომ ქვია ჩვენ გადაცემას გახსოვს აი შოთას ჩემპიონატ ეღარო აღნიშნე ევროპის ჩემპიონობა აი ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს დამერწმუნებით გორელებისთვის თუნდაც და ამ თუნდაც აი ამ მწვრთნელისთვის პაპიტაშვილისთვის რომ პირველი ევროპის ჩემპიონი საქართველოსთან ყოფილი საბჭოთა კავშირიდან აზურ ქიბროწაშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოსთან ყოფილი საბჭოთა კავშირიდან შოთა ჩოჩიშვილი და პირველი მსოფლიოს ჩემპიონი საბჭოთა კავშირიდან არა მაგრამ საქართველოსთან თემურ ხუბულური სამივე გორელი ეს შეიძლება შეიცვალოს როდისმე ვიღაცა ხუთგზის ღმერთმაკნას ხუბულურის ქარელიდან არ არის ხუბულურის კრიდან არის გორის რაიონის კრა გვერდით არის ქარელი რატომ ახსოვს ქარელი შოთასია და გვერდით არის ხუბულური აი ეს სამი ეს ხომ თავარია ნუ კონტინენტის სოფლიოს და ევროპის კონტინენტის სოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონობა და შესაძლებელია ვინმე მეთქი მაგის გამომიდო და 5 ჯერ გახდეს სოფლიო ჩემპიონი ვიღაცა 3 ჯერ 4 ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი მაგრამ პირველი დარჩება და დარჩება ისტორიაში ქოჩა ბატონო არ შემიძლია ეხლა არ განვაგრძო ის რა თემაზეც ვლაპარაკობდი ესე იგი გადმოცემით ვიცი რა საკვირველია და ჯერ ეს ერთი გორი ქარელი კასპი ხაშური და იმ პერიოდში თუნდაც ცხინვალი ლენინგორი და ზნაური არ გაიყოფოდა ერთმანეთისგან. იმდენად დიდი მოყვარული იყოვო შოთაო ქართული ჭიდაობისო რომ სადაც კი ტურნირი გაიმართებოდაო და სოფლებში რომ თითქმის ყოველ კვირას დღესასწაული იყო თუ რა იყო ამის და მიდიოდაო და ჭიდაობდაო და მისი ძირითადი ვარჯიში ეს იყოვო. ეხლა ერთი რამე ნიშანდობლივი არის რა არ თაკილობდა ქართულ ჭიდაობას არასდროს ქართულ ჭიდაობაზე ჩადიოდა და იმ
განსაკუთრებულ პრიზს როდესაც მიიღებდა ცხვარს და კისერზე შემოასვევდნენ, 1-3 დღე რჩებოდა მერე იქო რა. მათ ხვდებით რაზე და რისთვისაც. ორჯერ გახდა საქართველოს აი ეგ უნდა მეთქვა, ბატონო გოჩა მეცაც გეტყვით. 72-ში და 77-ში. აი, როდესაც ადამიანი ოლიმპიური ჩემპიონი გახდება. ნუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რა ვიცი, ახლა ბევრი მაგალითად არც გაიხედავს ქართულ ჭიდაობ ეხლა რა თაკილობს რა ვთქვათ ეს. და მაშინ კიდევ სხვა იყო. აქ ფაქტობრივად გამოდის რომ იცით როგორ შემიძლია ამას შევხედო, აი ხო დიდი ტიტული იყო ოლიმპიური ჩემპიონობა და თითქოს გვირგვინად უნდა დამდგარიყო რომ ქართული ჭიდაობის აბსოლუტური ფალავანიც უნდა გამხდარიყო და კაცი 3 თვის შემდეგ 3 თვის წინ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, სულ რაღაც 3 თვის შემდეგ იქ აბსოლუტური ფალავანობა ჩატარდა და მიიღო მონაწილეობა, რომ თითქოს ეს იყო საჭირო. მე გადავხედე იქ მონაწილეებს იმ 72 წლის ფალავნობაზე. რაღაცა თანავარსკვლავედი არ ყოფილა მაშინდელი ქართული ჭიდაობის. თუმცა ამით რა თქმა უნდა კი არ ვაკნინდებ შოთას რაზე ალაპარაკი ხა ფალავნობა თან მით უმეტეს მაშინ ძალიან პოპულარული იყო და ფალავანად გახდომა ბევრს უნდოდა. მაგრამ რა დავინახე იცით ამ ალბათ შეიძლება იცოდნენ კიდეც რომ მონაწილეობას იღებდა და შეიძლება ვიღაცა აერიდა კიდეც მით უმეტეს ასე რო იტყვიან ხოლმე ცხელ ოლიმპიურ ჩემპიონთა ჭიდაობას, მაგრამ საინტერესო ის იყო რომ ამ ადამიანმა მიუხედავად იმისა ვინ იქნებოდა მოწინააღმდეგე და ვინ არ იქნებოდა აუცილებლად მიიჩნია რომ აბსოლუტურ ფალავანობაზე მიიღო მონაწილეობა. შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა და გახდა ორგზის აბსოლუტური ფალავანი იყო შოთა. მის თქვენ რო ახსენეთ ახლა სოფელის კრა ძალიან ნიშანდობლივია. მოჩამახსენა. თქვენ ახსენეთ ხო ბატონო. ძალიან ნიშანდობლივია ის ამბავი რომ აი ხა მე რო ვამბობ მაგალითად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეთქი ხოლევი რაღაცა მონაკვეთია დაახლოებით აი 9 კილომეტრია მონაკვეთი ის სოფლები ერთმანეთზეა გადაბმული სადაც ცხოვრობენ აი ასე რომ ვთქვათ ქარელის მხრიდან როცა შეიძლება რომ შემოვუაროთ ამ სოფლებს ამ გზას ჯემალჭედლიშვილის ზემოხოდურეთი რომელიც არის ჯემალჭედლიშვილის ორგზის აბსოლუტური ფალავანია შემდეგ მას მოხვება შოთა ჩოჩიშვილის ღლევი პირდაპირ გადაბმული აკინძულია ეს სოფლები ერთმანეთზე შემდეგ მას მოხვება ყობა კურტანიძის რიეთი და თემურ ხუბულურის სკრა აი ეს სოფლები როგორ არის იცით ერთი რომ თავდება მეორე იქვე იწყება და კურტანიძე და ხუბულური სოფლიო ჩემპიონები. კი ბატონო, კურტანიძე და ხუბულური სოფლიო ჩემპიონები, ხუბულური ევროპის, ნუ ეხლა მოგიხსენებათ ამაზე აღარ შევჩერდები, ევროპის ჩემპიონი, სოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, კურტანიძეს ევროპის და სოფლიო ჩემპიონი და შოთაც აი ესე ტიტულოვანი და აი ესენი აი მიყოლებით და ეს ხალხი აი აქედან ამ ხაზზე მოდიოდნენ და ჩადიოდნენ ჩადის ეს გზა პირდაპირ გორი ჯვართან გაივლის და ჩადის გორში. აი ამ ხაზს მოყობოდნენ და ეს მონაკვეთი არის რაღაცა ჩემპიონების სოფელია სულ აკინძულ. სხვათა შორის ყობა კურტანიძე ეს სიმღერა ცოტა კიდე რომ გაგვაგრძელებინა გორის სკოლა აქ ახლა გაყოფა არაფრით არ შეიძლება ქარელი კასპიის ეს გორის სკოლა დაბადებული იყო რა თქმა უნდა ქარელის რაიონში ისევე როგორც ჯემალჭედლიშვილი მაგრამ არ დაუწყია ჭიდაობა რა გორში ყობა კურტანიძე და შოთა ჩოჩიშვილი დეიდაშვილები იყვნენ დები იყვნენ მათ ანუ შოთას დედა და ყობას დედა დები იყვნენ ანუ ერთი ოჯახის კურტანიძეზე ერთი რამე ვიცი რომ არასდროს არ წაუგიაო საბჭოთა კავშირის პირველობის 7 გზის ჩემპიონია საბჭოთა კავშირში არასდროს და ნუ ახლა ხაზგასმულად არ მინდა ახლა ისე ჩამითვალონ და რუსთან არ წაუგია არასდროს რა სულ ყველას უგებდაო და 80 და წარმოიდგინეთ 88 წლის ოლიმპიადაზე რამდენად დიდი იქნებოდა მოლოდინი რომ ყობა ისა სეულში რო ყოფილიყო რომ ის მედალს აუცილებლად აიღებდა და სწორედ ახლა ჩემპიონობისას შეეძლო ბრძოლა. იმ მონაკვეთში 85-დან 91-ის ჩათვლით გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ზედიზედ და 88-ში ოლიმპიადაზე და 99-ში სოფლიო ჩემპიონი ხომ გახდა ყობა და წარმოიდგინეთ წინა წელს რამდენად დიდი შანსი იყო სამწუხაროდ ის ტრავმის გამო ვერ მოხდა სეულში და აი ესეც ძალიან დიდი შანსი იყო რომ შეიძლებოდა სულაც ყობა ყოფილიყო ის პირველი ადამიანი რომელიც სოფლიოს ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა თუმცა მაინც გორელი გახდა მე ძიუდოში ლაშაშავ და თუაშვილი ბატონო ვასო ჩვენ ხა შოთა ჩოჩიშვილის მიღწევების ჩამოთვლად ნუ შეძლებს დაგვარად ესეც გავაკეთეთ მაგრამ სრული მისი აღწერა კარიერის მე მგონი ამ გადაცემას არც ევალება თუ
თუ ვინმე დაინტერესდება, დღეს უკვე ადვილია საჯეგილი, იმის აზგინეს ნუ ყველგან მოიძიება იმას და ალბათ მაყურებლისთვის უფრო საინტერესო იქნება ისი რაღაც უფრო ნაკლებად ცნობილი ამბები. ისი კარიერა. ხო ვერ გაიხსენებდით აი ესეთ შემთხვევებს. ნაკლებად ცნობილი ამბები, ნუ რა შეიძლება იყოს, ახლა ნაკლებად ცნობილი მაგალითად ტურნირებზე გამოსვლა, ან სხვა საჭიდაო პერიპეტიები შესაძლოა, ნუ თვითონ ბატონ შოთასთან დაკავშირებით. შოთას ხასიათიდან გამომდინარე, გნებავთ ხასიათიდან, გნებავთ სპორტული კარიერიდან. ნუ შოთა იყო გორში ძალიან პატივცემული ადამიანი, მე ამასთანაც მესაუბრებოდა მისი მომდევნო თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი მერაბ ბაიჯაძე. ისიც საბჭოთა კავშირის წევრი, ნაკრების წევრი იყო, საქართველოს ნაკრების წევრი და აი შოთას იმდენად დიდ პატივს სცემდნენ გორში, მეო პირადად აი ხშირად მომისმენია ხოლმე, როცა ახალბაღი ქვია, აი სადაც სტადიონია გორის დილა სტადიონი. იქ რო ჩაივლიდა ხოლმეო თავის მეუღლესთან ერთად და აი როგორ უყურებდა ხოლმე მთელი ხალხი საზოგადო შოთა მოდი შოთა და შოთამ კიმანო მაჩუკაო მეო. ამან თქვა და ამ ბატონმა მერაბ ბაიჯაძემ და შოთამ რო კიმანო მაჩუკა წარმოიდგინეთ ჩემთვის ესე იგი ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო შოთა აიღო და მის თავისი კიმანო ჩამოცო. შოთას ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ მის მწვრთნელთან და ეს ადამიანი კიდევ გურამ პაპიტაშვილი იყო ძალიან ენაკვიმატი, ძალიან ხალისიანი ადამიანი და შოთაზე უამრავი ისტორიები ჰქონდა ხოლმე სხვათა შორის. გურამს ჩაისვამდა ასე აი გურამ პაპიტაშვილის შოთა და საკეიფოდ დადიოდა ეს კაცი თან დაყავდა სულ. წარმოიდგინეთ ახლა შოთას შესაძლებლობები ღვინის სმაშთან დაკავშირებით და ბატონი გურამის რომელიც წანმორჩილი კაცი იყო და ყოველთვის წვალობდა ხოლმე მე ახლა ვერ შეეუბნებოდა რომ მე არ მინდა შენს გვერდით ყოფნა, როცა ის ეუბნებოდა რომ მის გვერდით უნდა ყოფილიყო და აი რამდენჯერმე და ერთხელ ისეთი ისტორიაც მოგვიყავს სხვათა შორის გურამ პაპიტაშვილმა რომ სადღაც აი გორის ერთ-ერთ სოფელში ყოფილან და გორისკენ მოვდიოდითო და გორსთან სანამ შემოვიდოდით, მოკლედ იქიდან მოდივართ საკმაოდ ნაკეიფრები, მანქანაში ზის და მელაპარაკება. რაღაცას მიყვება გურამ, აი ასე მე უკვე გურამ და გურამ მასწავლო გურამ და მიხაილოვიჩი და მე უკვე მე ვამბობ უკვე დაახლოებით 50 წლის და უფრო ზემოთ რო იყო და ნუ მოკლედ გადავიდა, ესა გაჩერებას თხოვა ბატონო გურამმა, სოფლებში მოდიან და გაჩერებას თხოვა გადავალ ცოტა ხანისო და დაბრუნდები დავждები ისე მანქანაში მოკლედ ეს შოთა და გურამი ორივე გადავიდნენ და დაჯდა შოთა ნუ გადავიდნენ გასაგებია და დაჯდა შოთა და გააგზელა ლაპარაკი და მიდის და გურამი დარჩა. ამ კაცს ვეღარ მიაქცია ყურადღება და სადღაც გორში რო შევიდა, მე თვითონ შოთა ყოფაო ბატონი გურამი იხსენებს. ბიჭო მოუბრუნდიო და კიდეც არა გამეცი პასუხი ამდენს რო გელაპარაკე. თუ მე ბატონი გურამი სადღაც მიდორში ყავს და თო. სადღაც აი ქარსაფარ ზოლთან. გასაგებია. მოუბრუნდა უკან და ერთხელ სხვათა შორის თუმცა როგორც ოლიმპიადაზე თვითონ ოლიმპიადის შემდეგ რო ჩამოვიდნენ მატარებლით გამოგზავნეს მოსკოვიდან და ყველა დიდ სადგურში შეხვედრებს უწყობდნენ. გორშიც რა თქმა უნდა დიდი შეხვედრა მოუწყეს. იქ გორშიც უკვე ტრადიციად იყო სხვათა შორის ქცეული. ეხლა ჩვენ მაგალითად ველოდებით ხოლმე და აეროპორტში ხვდებით სპორტსმენებს, მაშინ მატარებლით მოხავდათ ხოლმე და გორში იქ შეწყვიტა აი გიორგი ხარაულმა რექტორი ვინც იყო, შეწყვიტეს იმ დღით სწავლა, მთელი სტუდენტები გავიდნენ და დახვდნენ შოთა ჩოჩიშვილს, გურამ პაპიტაშვილს, იმ დღესასწაული იყო ფაქტობრივად მათი დაბრუნება მაშინ გორში სადღესასწაულო დღეებში, რა ვიცი, მოკლედ დიდი პიროვნებები იყვნენ და დიდი ადამიანები. ძალიან აფასებდა შოთა ჩოჩიშვილს ეს იასუხი რო იამასიტა კიდევ ლეგენდარი და სამწუხაროდ მათი შეხვედრა ვერ მოხდა, იმიტომ რომ შოთას უკვე ტრავმა მიიღო და თბილისის ტურნირზე განსაკუთრებით ახლა თქვენ მით უმეტეს ჩემზე უკეთესად გახსოვთ ეს უშუალოდ გინახავთ და თბილისის ტურნირზე განსაკუთრებით პატივს სცემდნენ ანუ ადგილობრივი ჩვენი პუბლიკა შოთას და შოთას ჭიდაობას და მასაც იქ უფრო შედეგები, ნუ იმ თვალსაზრისით რომ თბილისის ტურნირი მოგეხსენება ძალიან წარმომადგენლობითი იყო და მაღალი დონის და სამჯერ აქვს მოგებული შოთას, რა ვიცი სამჯერ აქვს მოგებული და პირველი ტურნირი როცა ჩატარდა 70 წელს ახალგაზრდული ჩემპიონატ ანუ ახალგაზრდული თბილისის ტურნირი იყო დიდებისთვის მაგალითად და ახალგაზრდებისთვის ჩატარდა წინა დღით ეს სრულად შემთხვევით არ ვიცოდი სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით სრულად შემთხვევით ნახე და ის ტურნირი მოიგო როცა ჯერ ახალგაზრდებში გამოვიდა 70 წელს ეს ახალი დაწყებული ხონდა მაშინაც სხვათა შორის ერთი შეხვედრა წააგო და შემდეგ განაგზო და მოიგო ის ტურნირიც. მაშინ წაგება არ ნიშნავდა გათიშვას რა თქმა უნდა.
და აუცილებლად უნდა ვთქვათ ინოკისთან შეხვედრა 99 წელს. ხო, რაც შეეხება ინოკისთან შეხვედრას, მე მაგალითად 24 აპრილი იყო 99 წლის 24 აპრილი. მე მაგალითად მაგასთან დაკავშირებით აი ასეთი შეხედულება მქონდა. ინოკისთან შეხვედრის ვიდეო რა თქმა უნდა გექნებათ ნანახი, ეხლა ის უფრო შოუ იყო და მე მახსოვს ერთ-ერთი ინტერვიუ, აი უკვე შოთა ავად იყო გადაცვალებამდე ალბათ 1 წლით ადრე დაახლოებით ჩემი ინტერვიუ ვიყავ მასთან სახლში და ინტერვიუს რო წერდი და აი ამ თემებზე რომ მივყევით რაღაცა საინტერესო თემებზე და თვითონაც რომ გაიხსენა სხვათა შორის აი კარგად ჩაერთო კმაყოფილი იყო და უცებ კმაყოფილი რას გულისხმობ რომ გაიხსენა ეს ისტორია და უცებ რომ ვეკითხები აი იქ ინოკისთან შეხვედრაზე და კეთილზე და ასე მითხრა აი მახსოვს რა რომ ვასილ გეხოცები მოდი დავანებოთ მაგას თავი. ეგ არ იყო რა, ჩემი იყო ძიუდო, ქართული ჭიდაობა და არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ აი ასე თქვა რა. ეხლა მე რაც მახსოვს და ნიშანდობლივი ჩემთვის კიდე ისიც არის, რომ აი ამ წიგნში, რომელიც ეხლა დავამთავრე გორის სპორტის ისტორიაზე, იქ აღნიშნე უბრალოდ, მაგრამ აი ესეც აღნიშნე, რომ არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი ხაზგასმა. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემთან აი ასე აღნიშნა. კარგ თემაზე ლაპარაკობდით, ძიუდოზე შენიჭირმე არ მინდა ეხლა კეთში და ინოკის დიდ პატივცემა ძალიან მიყვარს. და მოგებანა. კი, რა თქმა უნდა. უამრავი მაყურებელი, თუ ასევე 50000 მაყურებელი იყო. დიდი არენა იყო, დიდი ასე ვთქვათ, შოუ იქ რაც გაკეთდა, შოთა მოგეხსენებათ კიმანოთი გამოვიდა, ინოკი თვითონ როგორც ანუ გეწოდებული არის ბრძოლაწესების გარეშე წარმოადგენდა, ნუ კეთში წარმოადგენელი, კეთში იყო. და მოკლედ ის ცნობილი სიტყვებიც გახსოვს, როცა მოგება არ უნდა და მაშინ სტატიაც მახსოვს კიდე, მაშინ გაზეთში აღარ მახსოვს, ლელოში აღარ მახსოვს, ხა ქართულ გაზეთში იყო, რომ როცა შესთავაზეს რომ ინოკის უნდა გარიგება ასე ვთქვათ და ახალი მოხდარი იყო 9 აპრილის ამბავი და შოთა მოთხრა ასეთ შეურაცხყოფას მე ჩემ ქვეყანას ვერ მივაყენებ. ეხლა ამ სიტუაციაში მე თუ არ მოვიგე ხალხისთვის ხო კი და ცალსახად მოსაგებად იყო განწყობილი. არა, თან ინოკის გასელებით უფრო მეტი ის შესაძლებლობები ქონდა, იმიტომ რომ მას დარტყმად შეეძლო, ყველაფერი შეეძლო. და შოთა მარტო თავისი ლეთი უნდა გამოეყენებინა, ესე მახსოვს. არა, იმას მუშტი გინდა, ფეხი ყველაფერს დარტყმა შეეძლო და ამას მარტო ძიუდო. თან ეს აი ტანით როგორი აი მახსოვს სხვათა შორის ერთ-ერთი როგორ გითხრათ აი თბილისის ახლა ვერ ვიტყვი რომ სად ბოლო ტურნირი მეთქი თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ერთ-ერთ ტურნირზე ბოლოსკენ აი სანამ კობა კურტანიძე ის ტრაგიკული ამბავი შეემთხვა რის შემდეგაც 5 წელიწადი და ცოტა მეტიც კიდევ იყო საწოლზე მიჯაჭვული აი ეგენი ორივე შოთა და კობა თბილისის ტურნირზე ტრიბუნებზე იდგნენ და დედას გეფიცებით აი არ ვიცი აი რაღაცა გიგანტები ვითიდგნენ. ასე ფეხზე იდგნენ და რაღაცას უყურებდნენ შეხვედრას რა და ფეხზე იდგა ორივე და კობაც მაშინ უკვე მე უკვე ისეთი სრული გახდა უკვე დანებებული ქონდა და რა ისეთები იდგნენ გიგანტები. დიდი ტანის, ფიზიკურად ძლიერი და მაგარი ადამიანები სამწუხაროდ ორივე გარდაცვლილია. ორივე გარდაცვლილია. დეიდაშვილები. შოჩიშვილს ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაუმართავს ხელი. დიახ. საერთოდ აი ქველმოქმედებითაც ცნობილია და აი თქვენ რა სიტყვით? ქველმოქმედებით ცნობილია, ესეთი ისტორიებიც არაერთია, როცა არაერთი ადამიანისთვის გაუმართავს ხელი და მე მაგალითად დავამატებ ამას კიდევ ერთ დეტალს, მის მშობლიურ სოფელში ხვლევში ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ძირამდე იყო დანგრეული, შოთან პირადად აღადგინა, იქ ითხოვა და იქაც არის კიდეც დაკრძალული, იქ ითხოვა რომ როცა უკვე ძალიან ცუდად იყო და ავად იყო, რომ იქ ეზოში დამგრძალეთო და იქ წარწერაა გაკეთებული, რომ მე ასე ვთქვათ, ცოდვილმა ამ ადამიანმა მოკლედ შევძელი რომ აღმედგინა ეს ტაძარი და მადლობა ღმერთს და ასეთი რაღაცა მსგავსი ახლა ზუსტად სიტყვები არ მახსოვს და ასეთი წარწერა იმავე ტაძარში ახლა იქ დედათა მონასტერია სხვათა შორის იმ ტაძარში მოქმედია და იქ აი თავის მიერ აღდგენილი ტაძრის ეზოშია დაკრძალული თუ ქონდა შოთას რამე ფინანსური შესაძლებლობები რომ მეგობრებს და ახლოს დახმარებოდა ყოველთვის ეხმარებოდა კიდეც და ერთი დეტალსაც გეტყვით თავისი თანასოფლელებისთვის იყო კიდევ ძალიან კარგი მოგეხსენებათ როდესაც ადამიანი მიდის ქალაქში, ამ შემთხვევაში თუნდაც გორში გადაცხოვრობდა ადამიანი გადასული იყო, იგივე თუნდაც დედაქალაქში წავა, შესაძლებელია ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს, ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეს მშობლიურ სოფელთან და მშობლიურ იქ მეზობელთან თუ თანასოფლელთან, თვითონ ღლების პატარა სოფელი.
და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის სოფელში და პატივს სცემდა თავის თანასწორებს. აი ბატონებო, რა შემთხვევაში უწოდებენ დიდ სპორტსმენს ლეგენდარულს? ნუ მიღწევების გამო, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი კომპონენტია. მაგრამ მაინც როდესაც ლეგენდარულს, ვიტყვით სიტყვა ლეგენდარულს, აქ მაინც უფრო მე მგონი წინა პლანზე ხალხის სიყვარული და პატივისცემა, ადამიანური თვისებებიც, რა თქმა უნდა, ადამიანური თვისებები გადმოდის წინ და აი ეს სწორედ ამ ადამიანური თვისებების გამო რა სიყვარულიც დაიმკვიდრა ხალხში და ზოგჯერ ძალიან ბევრ რაღაცასაც მიაწერენ ხოლმე არარსებულს რა ამ სიყვარულის გამო რომ ესეც უნდა ხალხს რო ქონოდა ესეც რო გაეკეთებინა რა და აი შოთა ჩოჩიშვილი გორში როგორ ახსოვთ უფრო როგორც ოლიმპიური ჩემპიონი თუ როგორც პიროვნება ძალიან ძნელია იცით მინდა ვთქვა რომ როგორც პიროვნება იმიტომ რომ ძალიან სახელი ქონდა დიდი და პატივისცემა მაგრამ როგორც ოლიმპიური ჩემპიონიც ანუ ორივე მხრივ შოთა ცნობილი ადამიანია გორში და კარგი სახელი დატოვებული და კარგი ტიტულებით და ყველაფრით კი ისეთი იყო და ეხლა შოთას ბიჭები მაგალითად ძალიან კარგი ადამიანები და კარგი სპორტსმენები იყვნენ ისინი თავის დროზე ეხლა რა თქმა უნდა მათი შვილები რამაზი და რეზოს შვილებიც სპორტის მიმართულებით თუ გახსოვთ რამაზიც კარგი რამაზის შვილი გიორგი ჩოჩიშვილი კი რამაზი კარგი ძიუდოისტი იყო ტიტულოვანი იყო ევროპის ამდენობის პრეზიდენტი რამაზის შვილი გიორგი ჩოჩიშვილი საქართველოს ახალგაზრდა ასაკობრივ ნაკრებში ფეხბურთის 17 წლამდელებში 19 წლამდელებში 21 წლამდელებში მეკარე იყო კი ბატონო მეკარე იყო და გიორგის ბოყოლილი აქვს რომ პაპაჩემს მიყავდი ხოლმე მეკარე მახსოვს აი ახლა თამაშობს როცა გადაწყვიტა ამან ძიუდოზე არა და ფეხბურთზე რომ უნდა ევლო როგორც თვითონ გიორგი მეუბნება ეს შვილი მისი ნუ თავიდან ეხლა დიდად არესია მოუნა როგორც ჩანს შოთას რომ ეხლა უნდა და ძიუდოისტი მაგრამ რატომაც არა ხელი შეუწყოთ იმიტომ რომ რამაზი უფრო იყო სხვათა შორის ფეხბურთით შეყვარებული და თავის შვილსაც იმიტომ და არა თუ რაღაცა არ მიესალმა ამ ამბავსო არამედ ძალიან ხშირად პაპაჩემს მივყავდი ხოლმე მეო შოთასო გიორგის უთქვამს აი ვარჯიშებზე რეზოს შვილები არიან ახლა კიდევ ესენი ორივე შვილის ანუ რამაზის და რეზოს შვილები კალათბურთის ძიუდოს ის ფეხბურთის მიმართულებით სულ სპორტში არიან ჩართულები მოკლედ ძალიან კარგი ძალიან ბატონო ვასილ რა უნდა გაკეთდეს რომ გორელ ძიუდოისტებს კიდევ უფრო მეტი წარმატება ჰქონდეთ ამ ეტაპზე მაქსიმალურად არის ხელშეწყობა და კონტინგენტიც მუდამ არის ხომ ანუ მასალა რაზეც შეიძლება მუშაობა მუდამ არის მე დიდი როლი აქვს რა თქმა უნდა იმას იქ ვინ ვარჯიშობენ ლაშა შავდათუაშვილის გვერდით ვარჯიშობენ დღეს გორელი სპორტსმენები ვაჟა მარგველაშვილის გვერდით ვარჯიშობენ ძალიან ხშირად ჩვენთან არის ლუკა მაისურაძე იქ ვარჯიშობს ლუკაც და არაერთი ტიტულოვანი გორელი სპორტსმენი და იქ ისეთი კერაა გორის ძიუდოს დარბაზში აი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი რომელიც 2006 წელს გაიხსნა რომ მიბრძანდეთ ყოველ დღე არის აი როგორ გითხრათ წევა არ არის და თან რაც თავარია აი ეს არხია კარგად გაჭრილი უცხოელებთან ურთიერთობისა და შეკრებაზე ჩამოდიან არ ვიცი აი თვის განმავლობაში მინიმუმ 1-5 ქვეყნის წარმომადგენლები მაინც არიან ხოლმე სხვადასხვა პერიოდში რა ჩამოსული ანუ იცით როგორი ურთიერთობა აქვს უცხოეთიდან ჩამოდიან გუნდები ევროპის აზიის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან და ერთობლივ წვნებზე არიან გორში ეს არის ძალიან დიდი საფუძველი და ნიადაგი იმისათვის რომ წარმატებები გაგრძელდეს წარმატებები რომელიც უკვე ამდენი წელია მოდის დარწმუნებულები ვართ რომ გაგრძელდება კიდევაც დიახ ჩვენი დროც სამწუხაროდ ამოიწურა მადლობა უთხრათ პატივცემულ სტუმარს მადლობა თქვენ და მადლობა უთხრათ ჩვენ მაყურებელს რომ ვიგდებდა ყურს მადლობა ბატონ ვასილს და იმედია კიდევ გწევა გადაცემაში